დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში კესარი აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ბექა ჯაიანის სასამართლო პროცესი გაიმართა. დარბაზში მონიტორზე მტკიცებულებათა ნაწილი აჩვენეს, მათ შორის მკვლელობის იარაღი, დანა და შემთხვევის ადგილი. როგორც პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ თქვა, აბრამიძე განსაკუთრებული სისასტიკით არის მოკლული და ამას ადასტურებს ისიც, რომ ქალს სხეულზე 28 დაზიანება აღენიშნებოდა. სხდომაზე მან მოწმეთა ჩვენებებით წაიკითხა, ისინი ამტკიცებენ, რომ ჯაიანი კესარი აბრამიძეს სისტემატურად სცემდა და მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა. ყავდა მეგობარი კესარი აბრამიძე, რომელიც ტრანსგენდერი ქალი იყო, მას ყავდა შეყვარებული ბექა ჯაიანი, რომელიც გაიცემთ კლუბში. მას შემდეგ რაც ბექა ჯაიანთან დაიჭირა ურთიერთობა კესარიამ, კესარიას ყოველდღიურობა შეიცვალა. ის იშვიათად გამოდიოდა საქმიდან, ამის მიზეზი კი ბექას დამოკიდებულება იყო. იყო შემთხვევა, როდესაც მეგობრები მიდიოდნენ კაფეში, კესარია უთხრა უარი უთხრა წასვლაზე, იქიდან გამომდინარე, რომ მისი თქმით არ იცოდა რა მიზეზი იყო ბექასთვის, რომ გაემართლებია თავის საქმიდან გასვლის მიზეზი. ერთხელ როდესაც მასთან იმყოფებოდა ღიაში, ბექა ჯაიანი იყო აგრესიული და კესოს მიმართავდა სიტყვებით გაიგდეო, კესო ხშირად ეუბნებოდა, რომ ბექა მას ამცირებდა, ეუბნებოდა, რომ კესო იყო მამაკაცი, იყო უშუალოდ ამის გამო სცენა კიდეც. 2023 წლის სექტემბერში, როდესაც ბექა დაბრუნდა გერმანიიდან, კვლავ დაიწყო კესარიას ჯოჯოქებული ცხოვრება, კერძოდ ამცირებდა მას და ფიზიკურ შეურაცხყოფას აკნებდა თითქმის ყოველდღიურად. ეს რომ დაახლოებით 3 თვის წინ აჩვენა დაუჯერებული სხეული ელთან, თვალთან და მხრის არეში, კესოს თქმით ის სცემა ბექა ჯაიანმა, მიზეზი კი იყო კესოს ტელეფონზე შესული შეტყობინება, რადგანაც ბექამ უთხრა კესოს ეჩვენებინა ტელეფონი, უარის მიღების გამო კი სცემა. საგამოძიებო უწყებამ ბექა ჯაიანი დაკავების შემდეგ ფარულად ჩაწერა, სადაც ის მკვლელობას აღიარებს. 40 წუთიანი ვიდეო ჩანაწერი დღევანდელ სხდომაზე გაასაჯაროვეს. ჯაიანი ჩვენებაში ამბობს, რომ მკვლელობის ჩადენის შემდეგ თავის მოკლას აპირებდა, თუმცა გამბედაობა არ იყო. გამომძიებლის კითხვაზე რამდენჯერ დაარტყა დანა აბრამიძეს, ის პასუხობს, რომ აფექტში იყო და არ ახსოვს. წლის ტრანსგენდერი ქალის კესარი აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 2024 წლის 19 სექტემბერს მკვლელობიდან მალევე დააკავეს. გამოძიება მას გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჯაიანს 16-დან 20 წლამდიან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. საქმეზე მორიგი სასამართლოს სხდომა 27 მარტს გაიმართება.